მე ვარ ანიტა ირემაძე 7 წლის. სწავლობ 22 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, ცეკვა და თამაში. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 3 თვეა ცეკვა გორდაში. ყველაზე მეტად მომწონს მე ილეთების სწავლა. ბევრი ილეთის ერთმანეთზე გადამას ძალიან სახალისოა. პირველად ვისწავლე ეს ილეთი. ჩემი საყვარელი ილეთია ეს. საყვარელი ცეკვაა აჭარული. მე უკვე კარგად ვცეკვავ, ეს არის მასწავლებლის დამსახურება. მე ორჯერ მაქვს ცეკვე დიდ ქორწილში. ჩემ დასთან ერთად ძალიან კარგად ვცეკვავდი, მაგრამ დასი არ დამიკრეს. მე მგონი ყველა ერთად რო ვცეკვავდით, იმიტომ. სხვათა შორის ჩემთვის ყვავილები საერთოდ არ ვცეკვებიათ. მე ყვავილებიდან მგავარ იას. მე ასე იმიტომ მგონია, რომ იასამის ფერი ჩემი საყვარელი ფერია. მე ასევე ძალიან მიყვარს ხატვა. უფრო ხშირად ხატავ ფანქრებით. ყველაზე ძნელია ნამდვილი სახლის დახატვა. ყველაზე ადვილია გოგონას დახატვა. 10 ჯერ დავხატე ჩემი თავი და 10 ჯერ გამომივიდა კარგად. ჩემ ნახატებს ჩუქნი მარტო დედიკოს. მე მგონია არ მატყუებს და ძალიან მოწონს. სახლში ჩემს გარდა კიდევ ხატავს ჩემი და. ორივეს გვაქვს ხატვის ნიჭი და ერთმანეთზე უკეთესად ვხატავთ. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ჩემი მასწავლებელი და ჩემი კლასელები ძალიან კარგი არიან. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნუცა შავლიძე. ყველაზე ცელქია დემეტრე ხინკილაძე. ყველაზე ჭკვიანია ბარბარე ბერიძე. ყველაზე იმედის მომცემია ემილი შავლიძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული ლამაზი და პრანჭია. მე პრანჭები ასე. სარკას თავმდგები ვივარცხნი და საღებავებით ვიღებავ. ზოგჯერ ვიცვამ დედიკოს მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს. დავდიოდი უცებ გავირბინე და წავიქეცი. ერთხელ მასე ფეხი გადამიბრუნდა და წავიქეცი. კიდევ კარგი ქუჩაში არ ვიყავი, თორემ შევწყვებოდი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ნაირა კახიძე, იმიტომ რომ ლამაზია, კეთილია და ბედნიერია. ბედნიერი იმიტომ მგონია, რომ ყველა კარგად ვსწავლობთ. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მხატვარი. ახლა მინდა ვიყო 9 წლის, იმიტომ რომ დიდი რომ ვარ, უფრო მომწონს. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი და 2 ძმა და ბებია, დედიკო, მამიკო. კიდე მინდა მყავდეს 2 ძმა და 2 და. ჩემი და არის 9 წლის და ქვია ელენე. ის არის კეთილი, 7 და ლამაზი. ჩემი ძმა არის 2 წლის და ქვია დემე. დემე არის კეთილი, ცელკი და ხანდახან ჭკვიანი. ჩვენ სახლში არის დიდი ბედნიერები, იმიტომ რომ რამდენიმე დღეა შემეძინა პატარა ძმა ნოდიკო. ჩემი აზრით ელენე რო გაიზრდება, გამოვა მხატვარი. დემეტრე რო გაიზრდება, გამოვა მასწავლებელი. და ნოდიკო გამოვა ტაქსის მძღოლი. მამიკო არის კეთილი, მხიარული და ვაჟკაცი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, კეთილი და საყვარელი. დედიკო მასწავლა რამდენიმე საჭმელის გაკეთება. ჩემი საყვარელი საჭმელი შემწვარი კარტოფილია. მე ყველაზე გემრიელად ვაკეთებ ყიყილიკოს. ჩემი ოცნების საჩუქარია პლანშეტი. მე ძალიან მიყვარს ზღაპრები. ჩემი საყვარელი ზღაპარია წითელქუდა. მე მინდა რომ ვიყო წითელქუდა, მაგრამ არ მინდა რომ შემოწამოს მგელმა. ესე მე ძალიან ვგავარ პრინცესა ელზას. ჩემი საყვარელი მორთმენია ემილია. ჯერდოსნური ჯოხი რომ მქონდეს, შევძლებდი ფრენას. ეს არის ჩემი ბავშვობის ოცნება. ახლა რომ ფრენა შემეძლოს, პირდაპირ გავფრინდებოდი სოფელში. სამგზავრო სიამოვნებით წავიდოდი თბილისში და აფრიკაში. სახლში მინდა მყავდეს 1 კნუტი და 1 მაიმუნი. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ანიტა რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა. ანიტა რომ არ მერქვას, მერქმეოდა ნინი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. როდის მთავრდება ბავშვობა? მაგალითად, ჩემი აზრით, ბავშვობა მთავრდება 21 წლის ასაკში. მე მომწონს ბავშვობა, მაგრამ მეჩქარება გასწრდა.
ბედნიერება არის სიკეთის გაკეთება და მშვიდად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.